თაშის სტუმრობის შემდეგ გადავწყვიტეთ მაკრიალის მკვიდრებიც გვენახა. მითიური ადგილი, რომელსაც ათათურქის საპატივცემულოდ ქემალ-ფაშა ეწოდა, ლაზებით მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მათ კარგად შეინარჩუნეს მშობლიური ენა. ამიტომ დიდ თოვლობის მიუხედავად მაღლა მთაში მაკრიალელებთან სასაუბროდ მივდივართ. პირველი მასპინძლები ლაზები აღმოჩნდნენ. როცა ჩვენი სტუმრობის მიზეზი შეიტყვეს, შინ შეგვიპატიჟეს და გულთბილად გაგვიმასპინძლდნენ. მელექების ოჯახში განსაკუთრებული პატივისცემით უხუცესი ქალბატონი სარგებლობს. მას შვილები ყოველთვის ლაზურად ესაუბრებიან. ქალბატონი ფადიმე ბევრი საინტერესო მოვლენის მომსწრეა, მაგრამ თავს შეუძლოდ გრძნობს და ჩვენთვის საინტერესოს ბევრს ვერაფერს გვიყვება. სახლიდან გამოსვლისას სანდომიანი დიასახლისი ღვაწილებს, რომელიც ლაზურად დაგვემშვიდობა და ზაფხულში ქემალ-ფაშაში ჩაის კრეფაზე მეგვიპატიჟე. მოხტაგიონა ჩაეწლამიონან. ჩქეოთათო. თქვან. ოგაცხე ჩიმიდამინან. კიშიჩკინ yazit თქვან. ასო ჩაეწლამიონან. გეხარ. ჭირი. ოჯახის უფროსმა სოფელში ჩვენთვის უცნობ ძველ ლაზურ ხიდთან მიგვასწავლა. იგი ერთმალიანია და საუცხოოდაა ნაგები. ჩვენთვის ისიც ცნობილი ხდება, რომ მაღლა მთაში 100 წელზე მეტი ხნის ქალბატონი ცხოვრობს. მაკრიალელებმა მის სახლთან სიამოვნებით მიგვაცილეს. ქალბატონი ხავანა ოჯახის წევრებთან ერთად შინ იყო. იგი ბრწყინვალე მოსაუბრე აღმოჩნდა. ტელეკამერის წინ უხუცესმა ლაზმა ძველი ფოლკლორის მშვენიერი ნიმუშები გაიხსენა. მელემალე კუნტია, მოლემო კაცხონტია, აწი შავა მუიტი და აწი მოხტიდია. აჰაული ბოზო ემთვანი სონლუ. ჯენეთის გამახტი და ჯენე მიშა მოთულუ. ბოზო მუკუცუ იგიღუნ ბეღლევანი შანანულუ. ბეღლევანი ძიაში უკუნიქთე კომულუ. ქალბატონმა ხავანამ ლაზური კარგად იცის, მაგრამ ქართულს ანუ გურჯულს ბუნდოვნად იხსენებს. მოდი წევდეთ, ამიხარ, რატო მიხარ? რასოი გოგო, რასოი ქალია. ბულკადაბილი. აგონაებიჩი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ათეს გურჯისტანშა მიდებრა. არცი. გურჯისტანშა მიდებრა და გურჯებს ქუოძირა. მოხუცი თავის საუკუნოვან ისტორიას გვიყვებოდა. გვიამბობდა ბავშვობისა და ახალგაზრდობის თავგადასავალს, რადგან იცოდა, რომ მის საუბარს საქართველოში მოისმენდნენ. ჩკიმინენეს ხავანა ჯოხონტო. სკანი მუმას ბაბას. ბაბას ხუცენი. ხუცენიო? ჩემი ბაბას ხუცენი ჯოხონტო. მუჭომ კოჩი, ჯგირი კაი კოჩი. კაი კოჩი. არო ხოშ ართეთო. ნანაჩიმით ართეთო და შენი მეჩეს ბაბას. ასე კომწის ყამი კოჩი რდუო? ოჰო სკვა. ლამაზიტო. ლამაზიტო. მოხუცი ლაზურ საუბარში უკეთ, რომ გაგვეგო ხშირად ურევდა ქართულ სიტყვებს და საუკუნის წინ წინაპრებისაგან გაგონილსაც გვახსენებდა. ჯურჯით გურჯი უწუმეთ, ლაზის ჯურჯებեք ჭანები უწუმეთ. მეგელი დადი ლაზია და მეგელი ლაზია. ლაზია, ხო. ლაზია და მეგელი ჩიმი უწუმელანიშთე. ესა ლაზი ჩიო. ქალბატონ ხავანას დღის ბოლოს გამოვემშვიდობეთ. განშორებისას კი 100 წლის ქალბატონისაგან იმას უგრძნობდით, რასაც ლაზეთში იამო ჰელესა, ანუ თანამოძმის მოძახილი ჰქვია. Sin, tu as dit